აი არ ვიცი რითი დავიწყო ფეხბურთი მოდი გავაერთიანებ ნიკა კითხვას მაშინ როცა ჩვენი ბიჭებით ვხარობთ და იქ ევრო 2024-ზე დაჯექით აფრიალებული ქართული დროშით ვხარობთ ამ დროს ჩვენი ხელისუფლება გვაკარგინებს ევროკავშირს გვაკარგინებს ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც მთავარ პარტნიორს და მოდი მაინც დავიწყებ შენთან საუბარს ფეხბურთით მელია არის თქო ვამბობ ხურვალე გულშემატკივარი პირველად არ ვამბობ ამას ეხა ეთერში როდესაც მერობის კანდიდატი იყო ნიკა მელია მაშინ პირველად როცა ის დასახელდა მერობის კანდიდატად 2000 რომელი იყო 2014 წელს მე გავაკეთე მასზე რეპორტაჟი როგორც კანდიდატზე რომელსაც აყენებდა მთავარი ოპოზიციური პარტია თბილისის მერობის კანდიდატად და მის სახლში ვიღებდი გადაღებები დავიწყეთ მისი სახლიდან და პირველი რაც ჩემს თვალებს შემოხვდა ნიკას სახლში ეს იყო მის საკუთარ ოთახში გაკრული კახი კალაძის დიდი პოსტერი და მახსოვს მაშინ კითხეთ რომ ეს ხომ მთავარი პოლიტიკური ოპონენტიაო და რა მიპასუხა ეხა გააგრძელეთ დიდი მადლობა ინგა მომიესალმეთ დღეს მაყურებლებს ნუ კი ვიყავი როგორც ძალიან ბევრი დღეს ბიძინა ივანიშვილთა ოპოზიციაში ყოფი ადამიანი კახი კალაძის ხარდაჭერი როგორც ფეხბურთელის და კი ეს პოსტერი მქონდა ნამდვილად ეს ნიშნავს რომ ფანი იყავით პოსტერი რომ ყველა ქართულ ფეხბურთელს განსაკუთრებით კახი კალაძეს როგორც ძალიან დიდ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელს რომელსაც საქართველოს სახელი გაჰქონდა წარმატებით საზღვარგარეთ რა თქმა უნდა ვამაყობდით და მახსოვს კი დღემდე მე სპეციალურად დავაზუსტე დაგაზუსტებდი 2014 ვისაც არ ქონდა ეს მოსმენების ისტორია არ ეფიქრა რომ 2021 წლის მერობის არჩევნების კამპანიაში აი რა მეგრელია ხომ ხედავთ საგანგებოდ გაუსვა ხალხი არა დათო-ყიფიანის შოთა არველაძის და კახი კალაძის პოსტერი იყო გაკრული როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ამხანაგურ მატჩში ერთი თამაშობდა აიაქსში მეორე მილანში ორი დიდი ქართველი ფეხბურთელი ეს ასე იყო და სამწუხაროა რომ დღეს აი ამდენად შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება ამიტომაც მე პირადად სურვილი მექნება ყველა წარმატებული ქართველი სპორტსმენი ყველა წარმატებული ქართველი მსახიობი დარჩეს ყველასთვის საყვარელი მსახიობი და სპორტსმენი იცით როდესაც განგება შენ აი მოგცემს ამის შესაძლებლობას რომ ყველას უყვარდე და მე უბრალოდ ხდები ერთი ოჯახის ჩემის აზრით მოსამსახურე ჩინოვნიკად, ну დანაშაულს პირველ რიგში ჩადიხარ შენი საკუთარი თავისადმი და იქ არ არის მარტო კახი კალაძე, ხო დღეს ქართულ ოცნებაში ხა დეპუტატები არიან, კალათბურთელები, რაგბისტები, ეს დროს ყველას გვიყვარდა ნამდვილად და ახლა უბრალოდ გამოდიან მოტყიალეებად რუსული კანონის და თუ დაგავიწყდა ის მისი წარსულიც გავიწყდება ამას ყველა ხელისუფლება აკეთებს როგორც გულწრფელად თქვა ყველა ხელისუფლება საკმარისია ვიღაც ვარსკვლავი გამოჩნდეს ხომე წარმატებას მიაღწიოს ქართველმა სპორტსმენმა მაშინვე ეტაკება ესა თუ ის ხელისუფლება და ზოგი დეპუტატია ზოგი რაღაც თანამდებობაზე მიყავთ აი გორის მერის საცოდაობას მაპატიეთ ამას ვიტყვი ხა სულ არ მახსოვდა ჩვენმა საუბარმა მოიტანა რომ ვუყურებ მის პოლიტიკურ პოზიციაზე აბა განა რაჯობდა ხინჩეგაშვილი დაუშვათ ყოფილიყო წარმატებული სპორტსმენი თუ ყოფილიყო ისეთი ჩინოვნიკი როგორიც არის ხო მაგალითად აი ეხა ხინჩეგაშვილი ერთი გამახსენდა თორე რამდენი არის თავისთავად პრობლემას ვერ დავინახავდით ვერც მე პირადად თუ კი წარმატებული სპორტსმენი მსახიობები ცნობილი ყოველთვის საყვარელი ადამიანები მოდიოდნენ პოლიტიკაში და რჩებოდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად, ანუ თვითყოფადებად და თვითგვარებად რა პრობლემა არის, ხო? ახლა ამაში ვერ ვხედავ. კალაძეც ვარსკვლავი, ოღონდ კალაძეს ხვებისგან განსხვავებით თავის პარტიაში ვარსკვლავი, ანუ ხინჩეგაშვილები და ვიღაც სხვა მაგალითად სანიკიძე, რაგბისტები ახსენ, ამ შემდეგ ისინი არიან რიგითები, მაგრამ კალაძე იქ თავის პარტიაში ვარსკვლავია. თუმცა თავარი პრობლემა ისე როდესაც ისეთი საკუთარ მეუბაზე ამბობენ უარს და მორალურ კომპრომისზე მიდიან, თორე იქ წარსულში ძალიან ცნობილი სპორტსმენი არ ნიშნავს, რომ შეიძლება პოლიტიკაში არასოდეს არ მოხვიდე, რა თქმა უნდა, პირიქით, რაც მეტი წარმატებული ქართველი იქნება საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩათვლით, თანაც აი ამ კონტექსტში დღევანდელ რეალობაში მისასალმებელია. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ისე როგორც ძროხა და უნაგირი, ისე არიან პოლიტიკურ სფეროში, ანუ ვერ ხვდებიან, რას მიაჭირონ ხელი, რას არ მიაჭირონ და ამ დროს უჭირდებათ მათ დიქტატი. მაგრამ თქვენს
სიმპათიასაც ხომყავს, ასევე წარმატებული, ძალიან ცუდი ისტორია რომ შეემთხვა გეგა გეგეშიძის წყალობით სპორტსმენი დათუნაშვილი. ანუ აი როცა ამ თემაზე საუბრობ, უცებ გამახსენდა თქვენს გავს, ღმერთმა დაიფაროს პარტია ახალიც და ჩვენი მეგობარიც ნამდვილად რა მე დარწმუნებული ვარ რომ ზურა დათუნაშვილს გულისხმობ თქვენ არასოდეს არავის დიქტატზე არ გაივლის თვითყოფადობა ამიტომ ვახსენე დიახაც და თვითკმარობა თუ სამწუხაროდ ეს მოხდა ძალიან დასანანიქე ვარ ჯერა მან ისეთ გამოცდებს და ისეთ ტესტებს გაუძლო ისეთ ტესტებს დაუპირისპირდა ზურა უსამართლობის მანქანას ფიზიკურადაც უბრალოდ ბიჭს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი ტალანტის რეალიზებისა ქვეყანაში და ჭიდაობის უფლება არ მიცა. და რაც მას გადახდა გეგეშიძის წყალობით ქვეყნიდან მოუწია იძულებით წასვლა მოქმედი სპორტსმენისთვის ეს ცალკე სტრესია, როდესაც შენ აკლიმატიზაციის გავლა გიწევს, ან გაივლი, ან შეეგუები, ან ადაპტირდები ახალ გარემოსთან, ანუ მოახერხა და სამწუხაროდ ჩვენთვის ქართველებისთვის მაგრამ მაინც ძალიან დიდი სიამაყეა მას არ მიეცა შესაძლებლობა საქართველოს სახელით გაემარჯვებია და გახდა სოფლიო ჩემპიონატი იყო ჩემპიონი სხვა ქვეყნის სახელით. მე დარწმუნებული ვარ რომ ზურასნაირი ადამიანები არიან გამონაკლისები. აი მაგალითად ჩემთვის განსხვავდება რატო უყვას ყოველას ძმები არველაძეები, შოთა და აჩიკო განსაკუთრებით, ხო? ეხლა რეზოლუცია დააშოვა. არაფერი. რატო უყვართ? ვინაიდან არ მიიღეს მონაწილეობა იმ პროცესში, იმ მანკიერ პროცესში ცუდი ფორმებით, როგორც ბევრმა მიიღო. დადგნენ საზოგადოების ხარეს მისი გაკეთებული განცხადებები, ხო? ყველა ხელისუფლების დროს სხვათა შორის არველაძეები ამითი გამორჩეული იყო წინა ხელისუფლების დროსაც უმწვავესა დაკრიტიკებდნენ და ახლაც იგივე მათი პოზიცია ღია. შოთის ერთი პოსტი, ორივე რუსული კანონის შემოტანის ორივე მცდელობისას იყო აი მთავარი მოტივატორი შემდეგ მთელი საზოგადოებისთვის რომ დაპირისპირებოდნენ იმიტომ თავარი აქვს ამ ხალხს ძმებ არველაძეებს, ხო, წარმატებულ სპორტსმენებს, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან აქტიურად. დიახაც, ოდესაც მათ ჩათვალეს საჭიროდ გააკეთეს შესაბამისი განცხადება. რასაც ვერ ვიტყვი, შეიძლება გამომჩა. ჩემთვის ასევე საპატივცემლოსმა ზაზაფაჩულიას განცხადება არ მომისმენია. არ მომისმენია. ცუდია, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის საწყენია. ვინაიდან, როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები, მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით და შენ თელ საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე კაფიოთ რომ გეზი საგარეო პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ და მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ საწყენია, არ ვიცი, შემოვწდები, ბაპატია თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთე უცბად გამახსენდა, არ მახსოვს და დიახაც, აი ესეთი სპორტსმენები, როგორიც არის ზურა დათუნაშვილი, ძმები არველაძეები, ღმერთმა გვიმრავლოს, ღმერთმა გვიმრავლოს ბუდუზივზივაძეები და ნაკრების აბსოლუტური უმრავლესობა. ხა რადგან საფეხბურთო თამაში და სხვა ჩვენს თქვენ როცა ხართ ხოლმე ჩემი სტუმარი წინასწარ არ უგეგმავ ხოლმე რაზე უნდა ვისაუბროთ, აი რაღაც როგორც მოიტანს ხოლმე, საინტერესო რესპონდენტი ხარ და ალბათ მაგითო და აი ხა თემატურად მოიტანა, ისე წავიდა ჩვენი ინტერვიუ ბუდუზივზივაძე ადამიანი, რომელიც ღიად და პირდაპირ დაუპირისპირდა ძალადობას, ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მასთან დაკავშირებული თემა. ნიკა, შენ რა პოზიცია გაქვს? ანუ მე ერთხელ დავწერე ვიკითხე ამ თამაშებისას, ბუდუ რატომ არ ჩანს, რატომ არ ათამაშებენ, იმიტომ რომ 6 წუთი რომელიც მას მისცეს, ეს არაფერს არ ნიშნავდა და ჩამქოლა ნახევარზე მეტმა სოციალურმა ქსელმა და პირობა მაქვს დადებული, რომ კარგით ხალხო გავჩერდები, მაგრამ აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? ადამიანი რომლის უდიდესი დამსახურებაა, სადაც მადლობა ბიჭებს, ნაკრებს, ეროვნულ ნაკრებს, ყველა მათგანი, ნუ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაშინ როდესაც ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ხმას იმაღლებდნენ. კი ბატონო. ვიღაცები ყისიათ, ვიღაცები მოგვიანებით, მაგრამ არ შეიძლება ეს არ დაფასდეს. და
მათ შორის სპორტულმა ღმერთებმაც არ დაუფასონ. შეუძლებელია ეს ასე. მათ შორის საბა ლობჟანიძე იყო, რომელსაც ასევე უკიდურესად დაუპირისპირდნენ ერთი ვერ გატანილი გოლის გამო უმაგრესი მოქალაქე ამ დროს ძალადობასთან პირდაპირ და ღია დაფიქსირებული მისი პოზიცია. რაც შეეხება, არ შეიძლება დიახაც საბა სპორტია, საბა ლობჟანიძის სპორტზე მეტია, მაგრამ მაინც სპორტია საბა ლობჟანიძეს მათ შორის ჩემი ახლო გამორემოცვიდანაც, ვისაც ვცნობ, ისეთი ნიაღვარი კრიტიკის დაატყდა, გასაგებია. ისე უნდა და ვიღაცა წარმოჩინება თითქოს საბა ლობჟანიძეს ამ გოლის გატანა არ შეეძლო. ზოგადად ქართველების ცუდი ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება ეს არის, რომ შეიძლება ერთ წამში დაუფიქრებლად, ემოციურად გავანადგუროთ მორალურად ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარმატება მოგიტანოს შენს. და ბუდუზივზივაძეს რაც შეეხება, ბუდუზივზივაძე არის დიახაც სიმბოლური ფიგურა უკვე ფეხბურთელის ხვებთან ერთად, მაგრამ ბუდუ გამორჩეულია მისი მოკლედ ძალიან ლაღი ბუნებით, როგორც პროფესიონალი შეიყვარა ქართულმა ხალხმა, როგორც ადამიანი უძნობ შეიყვარა ბერმა. მე პირადად შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემი პოზიციის, არ მინდა დავიჯერო, რომ პოლიტიკური мотиваცია ბუდუსთან მიმართებაში მუშაობს ფრანგი წვრთნელის შემთხვევაში. ნამდვილად ვილნის ალიონის შემთხვევაში ხდება ხოლმე ტაქტიკურ მონახაზში შეიძლება ამა თუ იმ თამაში უბრალოდ ვერ მოიძებნოს ჩვენთვის მისაღები ფეხბურთელის ადგილი. მე იმედი მაქვს, რომ მესამე თამაში ძირითადად დიახაც, ანუ ხვალ მესამე თამაში დააყენებს მოდი არ გავჩერდეთ საფეხბურთო თემაზე საუბარზე. იცით რა, ხო, მეც იმედი მაქვს და მართლა კიდევ ერთხელ მინდა ეხლა თქვენთან ერთად უსურვო დიდი წარმატებები ჩვენს ბიჭებს, მართლა ვარსკვლავებს და ეხლა რადგან საუბრობდი ძალადობასთან დაპირისპირება, მათ შორის იყო ძალიან ბევრი, იგივე ქვილითაიას პოსტი გამახსენდა. არ მხოლოდ, ანუ ძალიან ბევრი ფეხბურთელი რომელიც აპროტესტებდა ამ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ სპეცრაზმით დარბევა საპროტესტო აქციებში. დაუწყება საბა ლობჟანი გული მომიკვდა მე პირადად. კოჩორა, ანუ ღიად. თუმცა საფუძველი ქართველი ხალხი არასოდეს არ დაიდანაშაულებს საკუთარ თავს. არასოდეს სწორია. ხელისუფლებასთან მიმართებაში მით უმეტეს. ამისი საფუძველი ქართულმა ოცნებამ მიცა, როდესაც ცალკეულ ფეხბურთელებზე, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდებოდა, ხან რომელი ოპოზიციური პარტიის კუთვნილების იარლიქს მიაწებდნენ, მათ შორის ქოჩორაშვილი ახსენეთ, მისი მამა ახსენეთ. ხან ვიღაცები გამოვიდოდნენ და აი საკუთარმა მეუღლეებმა, ანუ ცოლებმა აიძულეს, საყვარლებმა აიძულეს, ესეთ განცხადებები კეთდებოდა. ხო და საზოგადოება ამას ისმენდა, ამას კითხულობდა და შესაბამისად პოლიტიკა და ლევან კობიაშვილია ბოლო-ბოლო, ეხა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ადამიანი, რომელიც რას აჭერს, ღილაკს, რუსულია, კორეულია თუ სინგაპურულია, კანონი მნიშვნელობა არ აქვს, არის მორჩილებაში ბიძინა ივანიშვილის და აქედან გამომდინარე, ანუ ეს ფონი შექმნილია. ოდნავი უსამართლობა თუნდაც მოჩვენებითიც დიდ, ასე თქვათ, ზვავს იწვევს, რაც ვიხილეთ ბუდუზივზივაძესთან დაკავშირებით, ხოლოდ გაგვიხარდებოდა, თუმცა არ შემიძლია არ თქვა ის, რასაც ვფიქრობ. მე პირადად არ მჯერა, რომ ვილი სანიოლი, მაშინ აი ეს ტაშა არ უნდა უკრავდეთ აი ამ სტადიონს. თუ ვილი სანიოლი ეხლა კობიაშვილის და კალაძის ჭკუაზე დადის, ხვალ 11 საათიან მატჩს მაშინ არ უნდა შევხედო. არ უნდა ვუყურო პირდაპირ გეუბნებით. ამის დაშვებაც კი არ მინდა, თუ ახლა ქართული ოცნების პარტიული ოფისიდან ვილი სანიოლი იმართება და ამის დაშვება არ მინდა, არ მჯერა. და ნუ რაც იყო, ხვალ იმედია ვიხილავთ ამ ახალგაზრდას. ხვალ დიდი გამარჯვებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს, ველოდები, ძალიან საინტერესო თამაშს და მართლა ერთადერთი იცით რა არის, რომ როდესაც კითხვები ჩნდება, არან მე ვილი სანიოლის კომენტარიც ვნახე ადამიანებს მიმართავდა, ვისაც კითხვები გაუჩნდათ ბუდუსთან დაკავშირებით, არც ბატონ წვრთნელს არ უნდა გაუკვედეს, იმიტომ რომ ქართველებმა არანორმალური შეყვარება იციან. ადამიან მით უმეტეს ფეხბურთელს როცა ეხება საქმე და ბუდუ მართლა დამსახურებულად სიყვარული მან მოიპოვა თუ ვინმე მოიპოვა და ამიტომ ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ აქ დავამთავროთ და ვუსურვოთ წარმატებები. ქართველი გულშემატკივარი, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივარი, რომ არ აკრიტიკოს ან ვერ გააკრიტიკოს მწვრთნელი. ახალი ტენდენცია შემოვიდა. მე ხო ეხა დავიწყე ამ ყველაფრის ყურება და ჩართული წნევა მომიწია, წამლები დამჭირდა, საშინელი
ნებისმიერი ემოციური ის მქონდა ფონი და მეორე დილით რო გავიღვიძე მორალს გვიკითხავდა რომ ვინც ეხლა დაიწყეთ ფეხბურთის კომაგობაო და მე გამიჩნდა ასეთია ფეხბურთი ყველაზე მაგარი იმისთვისაა რომ დისკუსიებიც უნდა იყოს კრიტიკაც უნდა იყოს კითხვებიც უნდა დაისვას აბა რისთვის ვართ მაშინ ცოცხლები თუ კი შევხედეთ და მარტო მოცემულობად მე ფეხბურთზე კამათობენ თუ რამეზე კამათობენ და ხოცავენ ხოლმე ეს სიტყვიერად რასაკვირველია ადამიანები ფეხბურთი არის რელიგია პირდაპირ ცხოვრობენ ამ სპორტის სახეობით ღმერთთან დაიფაროს გულშემატკივრო ვერ მახსოვს მამაჩემი მე რომ პატარა ვიყავი როგორი მძაფრი ემოციები უყურებდა ამ ყველაფერს დავაზუსტე ღმერთთან დაიფაროს აზრი მე დავამთავრო რომ გულშემატკივრო ვერ გააკრიტიკოს უწრდელი ვილისანელი კი არა დიდი ქართველი ფეხბურთელები ხა ჩივალზე იყო და ძოძუაშვილი და დათოყიფიანი ანუ არცეთ სამწუხაროდ არ დაკლებია ეს არის ფეხბურთის პოზიტიური მხარეც კიდევაც რაღაც ემოციები ჭარბობს ყოველთვის თუმცა სხვა საკითხია როდესაც მე თქვენ გაბრალებთ ქართული ოცნების პარტიის ჩინოვნიკებთან თანამშრომლობას. აი ამის არ მინდა ბჯეროდეს. კარგით, აი მასში როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ გაგვაბედნიერეს, როგორ გაგვაცოცხლეს ეს მართლა ჭაობის მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყანა ლამის ამ ხელისუფლების წყალობით და როგორ ფრიალებს ევრო 2024-ზე ჩვენი სახელმწიფოს დროშა ზუსტად ამ დროს ევროპელი პარტნიორები უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ღიად და პირდაპირ ალაპარაკდნენ იმაზე რომ მოლდოვა, უკრაინა, საქართველო ეს ტრიო პრაქტიკულად აღარ არის რომ უკრაინა და მოლდოვასთან ოფიციალურად იხსნება მოლაპარაკებები და საქართველოსთან ჩერდება სანქციები, ფინანსური დახმარების შეწყვეტა, საფინანსო კრედიტების გადახედვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მძიმე პერიოდი გვეწყება. ნიკა, როგორ ხედავთ თქვენ ამ ყველაფრიდან გამოსავალს? ანუ აღარც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსური მათ შორის დახმარება, არანაირი პარტნიორობა, სანქცია დადებული ხელისუფლება აი ხვალ ზეგ მაზეგ რა ხდება ამ ქვეყანაში ხვალ ზეგ მაზეგ და იმის შემდეგაც ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვოს მე მჯერა ხშირად მომისმენია იცით ავტოკრატიული რეჟიმი გვაქვს 2024 წელს 2021-ში მიუხედავად იმისა რომ აყალბებდა ძალადობდა ივანიშვილი 2020-შიც აი ასეთი ყულფი კისერზე არ ქონდა მოჭერილი ქართველ ხალხს დიახ სწორია ნამდვილად კი, ნამდვილად 2020 წელს ყველა ზღვარს გადავიდა 2023-ში, 2022-დან 23-დან 24. თუმცა ისიც უნდა ითქვას 2020-ში და 2021 წლებში მინიმალური მხარდაჭერა არ ქონდა ჩემის აზრით ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც აპროტესტებდნენ დასავლეთის მხრიდან. 2020-2021 წლებში სრული მხარდაჭერა ქონდა ბიზინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. საერთაშორისო პარტნიორებისგან. სრული გაყალბებული არჩევნების 2020 წლის მაქსიმალურად ხელშეწყობა ქართული ოცნებისთვის, რომ დეპუტაცია შესულიყო პარლამენტში და განგება არ გავიხსენება, მოვა დრო და ამაზე მერე წლების შემდეგ ამ საკითხზე საუბრის დრო არ არის, რომ გავხსნა კიდე რაღაცა პანდორას ყუთი, თავიდან ბოლომდე იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფო წარმომადგენლობა ჩართული, რომ ბოიკოტი დასრულებული იყო. მე მაშინ ციხეში გახდით და ყველაფერი გააკეთეს პირდაპირ გონებდი. არა და არჩევნები იყო გაყალბებული. 2021-ში წყური არ ათხოვეს ქართველ ხალხს. აი ეს რადიკალური განსხვავება, დრამატული განსხვავება ახლა რაც ხდება. ერთის მხრივ კი ბატონო ივანიშვილი გახდა უფრო ბრუტალური, ბევრად, თუმცა სრული მხარდაჭერა ეხა დასავლეთის აქვს ართ ხალხს. და ეს იძლევა უდიდეს სხვაობას და ეს სხვაობა თვალში საცემი იქნება და ხელშესახები ოქტომბრის ბოლოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქ უნდა შეასრულოს თავად მოქალაქეებმა, ამორჩეველმა, აქტიურმა მოქალაქეებმა, ვინც პასიურია, ყველა უნდა გააქტიურდეს და შეუძლებელია ამ არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვება დაფიქსირდეს ტაბლოზე. შეუძლებელია, ეს მადლობა გმოწა, ბოლო უკანასკნელი დღეები მოგვეცა უკვე შესაძლებლობა აქტიურად საზოგადოებასთან ინტერაქციისა, სხვადასხვა მხარეში, ქალაქში ჩავდივართ, იგრძნობა. რა თქმა უნდა, არის ხდება მოქალაქე, რომელიც გონდება იცით, ივანიშვილს ბევრი ფული აქვს, ნი. შვილო იყიდის მაინც, გაიყიდება ვიღაცა ვიყიდია და არა, ვერა, ძალიან ბევრი ვართ. 170.000, 200.000-მდე ახალი ამორჩეველი მოდით წელს არჩევნებზე პირველად. აი პირველად როგორც მე პირველად სკოლაში წავპირვობ, ყველაფერი პირველი ხო ყველაფერი გამოცადეთ 200.000-მდე ახალგაზრდა დღეს წელს მოვა
პირველად არჩევნებზე. აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მიცემს ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაში ვარ დარწმუნებული. პლუს, რა თქმა უნდა, ჩვენი ემიგრანტების აქტიურობა ჯერ არ ნახული უნდა დაფიქსირდეთ. ყოველი დამატებული 5000 ხმა საზღვარგარეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე დიდი აქტიურობა არ იყო საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ, მაგრამ მე მიმაჩნია, იქ არის რესურსი 7ჯერ და 8ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე მივიდეს და ის ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. პლუს, ეხლა, ყველა აცნობიერებს, ხო, დღეს იხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, პოლონეთთან დაკავშირებით და უკრაინასთან დაკავშირებით, მოლდოვასთან დაკავშირებით და უკრაინასთან დაკავშირებით და ამ დროს პარალელურად, როგორც თქვით, საუბარი მიმდინარეობს, რა შეზღუდვები დაგვიწესონ ჩვენ როგორც სახელმწიფოს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ უთხრა მედიას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რა სანქციები გულსაკლავია ამის წაკითხვა და ამის მოსმენა. თუმცა ჩვენ დაგვიწესონ სანქციები როგორც სახელმწიფოს არა, როგორც ამ სახელმწიფოს ხელისუფლებას, რომელსაც მიიტაცა მართვის სადავეები. კი, არა, უვიზო მიმოსვლა ითქვა, არამედ კონკრეტული პერსონალური სანქციები. კი, ძალიან მოკლედ ვიტყვი, თუ შეიძლება ძალიან სწრაფად გაიგო დასავლეთთან რასთან გვაქვს საქმე. კანონი მიიღეს დაარქვეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში გულისხმობს კაც რეგულაციებს ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, როდესაც დასავლური დაფინანსება აქვს 20%-ზე მეტი, ხო? და ამ დროს მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფინანსდებიან 10ჯერ უფრო მეტად და მაღალი 10ჯერ უფრო მეტი ფული დასავლური შემოდის მხოლოდ სამინისტროებში და სახელმწიფო უწყებებში. და ეს ყველაფერი არის მხოლოდ წარმოვიდგინეთ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. აი ამას მინდა პატივცემულო მაყურებელო, რომ მიაქციოთ ყურადღება, რაზეც ეხა ნიკა საუბრობს, როცა გამჭვირვალეობის მოგონილი საბაბით და მიზეზით ხსნიან ამ რუსულ კანონს. და ეს ყველაფერი თვითონ ფინანსდება მთავრობა, სამთავრობო სტრუქტურა. ანუ ივანიშვილმა თქვა, რომ ეხლა მე უნდა მივიღო კანონი რუსული, სინამდვილეში მაგრამ დაარქვა გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ეს კანონი ეხება ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს დასავლური დაფინანსება 20%-ზე მეტი. სინამდვილეში, მხოლოდ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 2019-დან 2020 წლამდე, სადაც ახლა ვართ, 10ჯერ მეტი ფული დასავლური მიიღო მხოლოდ სახელმწიფო უწყებებმა. და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, ზუსტი რო ვიყო, დიახაც, წარმოუდგენელი ოდენობის თანხი დაფინანსდა საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი. წარმოუდგენელი თანხი დაფინანსდა. მილიარდებზეა აქ საუბარი. 27 მილიარდ 500 მილიონი ლარით დაფინანსდა საქართველოს ბიუჯეტი ძირითადად გრანტებითა და სესხებით მხოლოდ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ ავიღებთ, ინგა, იქ 47% ხვედრითი წილი დაფინანსებისა მოდის დასავლურ ფულზე. წარმოვიდგინეთ. და აი ყველა მსხვილი პროექტი, ჩაროსნული ავტომაგისტრალები, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონეთ და ეს არის არ მხოლოდ კომფორტული და უსაფრთხო მოქალაქეების, არამედ ქართულ ეკონომიკას ადგება განვითარებისთვის, იქ საერთოდ 65%-ია წილი დასავლური ფულის. ანუ ყველაფერი თითქმის რაც კი კეთდებოდა მსხვილი პროექტები განსაკუთრებით და რითიც თავს იწონებს ქართული ოცნება ბოლო წლების განმავლობაში არის დასავლური და დასავლური ფული, დასავლური მძიმე ინვესტიციების წყალობით. და როდესაც აი ესეთი ძალიან თვალშისაცემი ტყუილი შესთავაზა დასავლეთს და დასავლეთს უთხრა, რომ იცით რა, მე კი მაძლევ ფულს. იქიდან კიდე ფულს ვიპარავ, სახში მიმაქ პარტიული მიზნებისთვის, ამოცანებისთვისაც ხარჯავ. ეს კიდე სხვა საკითხია და სხვა პრობლემაა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის მედია საშუალებები, ინგა გრიგოლია სადაც იმუშავებს, ან სხვა ჟურნალისტები არ გაძლიერდნენ, არ მოძლიერდნენ, თავისუფალი სიტყვა არ იყოს უზრუნველყოფილი, ის ფული იქ არ გაუშვა, არ დააფინანსო. იქ ინვესტიციები არ მიმართო ქართული დემოკრატიის გაძლიერებისთვის და გააუცდა ეს ხალხი დასავლელი ყველა წამყვანი სახელმწიფოს პირველი პირებიდან დაწყებული, არ ვიცი, რიგითი ბიუროკრატებით გაუცდა. ვერავინ ვერ დააწმუნდა ივანიშვილის ხელისუფლებიდან, რომ ეს კანონი არის მისაღები. გესმით? და შესაბამისად მივიდა საკითხი იმ წერტილამდე, სადაც
მძიმე სანქციები უწესდება ყველა ქართული ოცნების თითქმის დეპუტატს, ალბათ ცოტა ხანში გვარდასახელებსაც გავიგებთ, ყველა ბოროტმოქმედს დამნაშავეს. დღეს პირველებმა მოიძია ინფორმაცია ხარებასთან დაკავშირებით სპეცრაზმის ცნობილი უფროსი, ვინც არბევდა ასე სასტიკად და არბევს ყველა აქციას, ასევე მამუკა მდინარაძეზე მეც პირველებიდან გავიგე. ნეტგაზეთმა მოიძია ინფორმაცია დიმიტრი სამხარაძის სანქცირებაზე მთავარმა არხმა ანრი ოხანაშვილის და ანუ ნელ-ნელა ხდება ცნობილი. მე არ ვიცი ეს მედიის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია, რომელსაც ისინი თავად ოფიციალურად არ ადასტურებენ. არა, იმიტომ რომ ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იგო ბოდიშით, როდესაც რაც ოცნებაა ხელისუფლებაში ხალხო. 11 წელიწადი არიან, ხო? 2013 წლიდან. 11 წელიწადი არიან. 27 მილიარდ 500 მილიონი ლარი პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფინანსდა დასავლური ფულით სხვადასხვა სესხებისა და გრანტების სახით. და ეს ხელისუფლება ეუნება იმავე ხალხს, ვინც მილიარდებს აძლევს ქართულ ოცნებას, რომ არა, იცი რა ხან შენ მე არ მიჯერებ და იქ რაღაცა გარკვეულ თანხას ხარჯავ მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებაში და არ მიჯერებ. აი შენ სპეციალურად ავიღებ ეხა და მივიღებ რუსულ კანონს და გადაგიკეტავ არხს ველს, რითიც შენ რის მეშვეობითაც ვეღარ მიაწვი თანხას ქართულ დემოკრატიულ ბურჯებს და ბურჯია ერთ-ერთი ეხა ქართული მედია, არასამთავრობო საზოგადოება, ხო? და ნუ მორჩა რუბიკონი გადაილახა, კი ბატონო, შესაბამისი ზომები მიიღო დასავლეთმაც და როგორც კომაგებმა, ამ სახელმწიფოსი ტრადიციულმა კომაგებმა არაორდინალური დახმარების აქტი მოკლედ შეადგინეს სანქციის სხვადასხვა პაკეტებისა. ხო, როგორ ჩანს ეს სანქციები გარდაუვალია, როგორც ამერიკიდან ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეს არ არის ქართული ხალხის სადამსჯელო აქტი, ეს არის ხელისუფლების სადამსჯელო აქტი და ქართული ხალხის მოღონიერების, გაძლიერების, მათთვის მუხტის შემძენი ნაბიჯები. ყველაფერს დავიდა, არც ქართულ ადათ-წესში ჯდება, არც პოლიტიკურ ისტორიაში მოინახება ალბათ და მოიძებნება მსგავსი თავხედობა, როდესაც საუკეთესო მეგობარს 20 საათის განმავლობაში ატყვილებ და დაცინი და აკრიტიკებ. საუკეთესო მეგობარს, ხო? შესაბამისად, მადლობა ღმერთს განსხვავებით 2020-2021 წლის არჩევნების, რომ ქართული ოცნების სახე ნათლად დაინახა ვაშინგტონმაც და ბრიუსელმაც. და ყველა ელჩი, ვინც ქვეყანაში ფუნქციონირებს, ნათლად ხედავს. მე არაჩვეულებრივი პირადად ურთიერთობა მქონდა რამდენიმე წამყვანელთან საქართველოში იმ წლებში, თუმცა ნუ ამავე დროს ხედავდი, რომ ჰქონდათ კიდევ უფრო არაჩვეულებრივი ურთიერთობა ქართული ოცნების დეპუტატებთან და ხან მათთან სახლებში იყვნენ სტუმრად და ეს საჯარო იყო, ხო? კი, სურათებიც იტვირთებოდა სოციალურ ქსელში და ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი აშენებდა დამატებით კონსტრუქციებს და აი, ეხა ერთი წუთით სწორედ აქ მინდა ეხა შემდეგი კითხვა რომ შემოვიტანო. თუმცა უნდა იტყვას სიმართლე რა, მე რა ანუ ივანიშვილი, რომელსაც დალაგებული ქონდა უცხო ქვეყნის ელჩებთან, საქართველოში მყოფ ელჩებთან, ყველაფრის მიუხედავად წავიდა უკიდურეს გამწვავებაზე ევროკავშირთან, წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არასოდეს არ უფიქრია ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის რამეს დათმობს. დაანონსებული აქვს 20-30. ჩვენ ვიცით, რომ თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, ჩვენ გვეყოლება დასანქცირებული ხელისუფლება, გაყინული დახმარებები ფინანსური, გუშინ ვამბობდი სხვა ჩვენს გადაცემაში, თავდაცვის მიმართულებით, მაგალითად, პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაცვლად სომხეთზე არის ლაპარაკი, რომ იქ წავიდეს დახმარება ამერიკის. მოკლედ, რისი თქმა მინდა, მაინც მიიღეს ეს რუსული კანონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი არ აპირებს დათმოს ეს არჩევნები. ეხლა მაინტერესებს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დაათმობინოთ. თბილისში ვხედავთ, ათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, როცა პროტესტის გამოხატვა უნდა. რეგიონებში ხომ ჩადიხართ, აბა მითხარ. უნდა შეიქმნას თელს ქვეყანაში კლიმატი გამარჯვების არჩევნებად 2 თვით ადრე. მთელი საზოგადოება უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს აგებს ხელისუფლება და იგებს ოპოზიცია. სხვა საკითხია, უნდა იცოდეს და მეტი სიცხადე ქონდეს
მას ვინ იგებს და ივანიშვილის ხელისუფლების შემდეგ ვინ მოდის ეს სხვა საკითხია ნამდვილად და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის თუმცა წელს ქართული ოცნება აი ასე უტიფრად იმიტომ კი არ იქცევა ინგა რომ ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ თავებში ისინი არიან სუსტის პოზიციიდან მათ უბრალოდ სხვა სულები არ დარჩათ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ივანიშვილის დისკომფორტი და კომფორტული ზონიდან გამოსვლა გახდა მისთვის აუცილებელი და უნდა დაეფიქსირებია რომელ ხარეს დგას სწორ პოზიციას იკავებს თუ არასწორ პოზიციას იკავებს დასავლეთის პოზიციას თუ იკავებს რუსულ პოზიციას ამ ადამიანმა დაიკავა რუსული პოზიცია სამწუხაროდ და ამის შემდეგ მან დაკარგა რამდენიმე ციკლის გავლის შემდეგ მოკლედ სხვადასხვა იყო შარშანწინდელი მარტი შარშანდელი წლევანდელი პროცესები დაახლოებით 200.000-მდე ასევე ქართული ოცნების იმ კატეგორიის ამორჩეველი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უჭერდა მხარს ბევრი მიზეზის გამო, დაუშვათ არ დაბრუნებულიყო წინა ხელისუფლება, არ მოსული იყო სხვა, ვინც დაკავშირებული იყო წინა ხელისუფლებას, ასე სხვა ტიპის ამორჩეველი ყავდა ქართულ ოცნებას, მაგრამ ძირითადად ასეთი ამორჩეველის მნიშვნელოვანი იყო პროდასავლური კურსი. როდესაც ივანიშვილმა ზურგი შეაქცია ამ ისტორიულ მისწრაფებებს ეს ამორჩეველი დაკარგა. ზღვა ამორჩეველი დაკარგა და გადაიქცნენ ეს ამორჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად აქტივისტებად. აი თქვენაც ბრძანეთ ქუჩაში 50 დღის განმავლობაში დიდი ნაწილი მათგანი იდგა. ამიტომ ეხა თუ არჩევნებს აი ესე თავხედურად აიღებს და დაწერს სხვა გამოსავალს სხვა წაგებულია არჩევნები. არ შეიძლება მცირე გაყალბებით, საშუალო გაყალბებით, დიდი გაყალბების ხარისხის გამოყენებითაც ამორჩეველმა წელს გამარჯვება მოუტანოს ბიძინა ივანიშვილს. წააგეს პროპორციული მოქმედების დრო როდის დგება ოპოზიციის ნიკა. აი დღევანდელი მაგალითად ამ ქვეყანას წელს ეხმარება მათ შორის პროპორციული სისტემა, ეს ყადაღებული მაჟორიტარული სისტემა, რომელიც იყო და 30-0-ით იწყებდა ოპოზიცია ასპარეზობას, ბოლოს 30 მანდატი პორა ქონდა. ხო, ერთ-ერთი გამოსავალი აქვს ივანიშვილს, აიღოს კალმისტარი და დაწეროს. ნუ ვერ გააკეთებს ამას. და თუ გააკეთებს ამას, ხო? რეაქცია და იქნება ადეკვატური. არ არსებობს, არ შერჩება, ვერ შერჩება, ვერ იქნება აქ ფაშად ვერ ეს ადამიანი მოვიდა და აღარ წავედი, რაც მას უნდა, აღარ მოხდება. და მადლობა ღმერთს ამ ყველაფერს და ქართული ხალხის ნებას დღეს ზურგს უმაგრებს დასავლეთი. რაც არის. მე გეკითხეთ მოქმედებაზე, ანუ ელემენტი მოქმედებაშია მოსული. კარგი, აი დღეს რომ 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა, მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ბრიუსელში შემუშავებული ეს დოკუმენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი მეთავისუფლება, პარტია ახალი, ლელო დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და აი ახლა მინდა ამაზე გკითხოთ, მაგალითად ევროპული საქართველოს მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა, ოღონდ მას ვერ წარმოუდგენია ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე ტიპის ერთობა. აი, ეხლა მითხარით ამ დეკლარაციის შესახებ, რას მოაწერეთ ხეთ და მადლობა ამ შეკითხვისთვის. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციურ პარტიებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ბუღალტერიაზე საუბარი, ვინმეს უერთდება, ვინ არ უერთდება, რა კონფიგურაცია, როგორი კონფიგურაცია და ყველანი ხალხთან. არავის ნიშანს არ ვუგებ. არავითარ შემთხვევაში პარტია ახალი არც მე არც არჩევანი არავის ყველანი ხალხთან საჭიროება რუსული კანონი არის ანტისახელმწიფოებრივი არის ანტისახელმწიფოებრივი რუსეთი არის მტერი არის მაგრამ არ არის ეს მხოლოდ საკმარისი იმისათვის რომ დაირაზმოს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და ხომ მოგცეს სხვადასხვა საკითხებიც აინტერესებს და ეხა თუ ჩვენ ეხა სტუდიებიდან არ გავედით და აქტიურად არ დავიწყეთ მუშაობა დავიწყეთ მადლობა ღმერთს აქ ერთ-ერთი ჩანაწერიც გაკეთა რომ რამდენიმე დღეში ყველა საკუთარი გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა მიიღოს და 8 ივლისი არის მითითებული ბოლო ვადად ხო მე იგივეს ვიტყვი რაც მithქვამს და საზოგადოების ნაწილი თქვენს მეშვეობით იცის პარტია ახალის ამოცა ჩვენთვის არის თავარი არ დაიკარგოს ხმა და არა მარტო ჩვენთვის არ დაიკარგოს მაქსიმალურად ხმა ამავე დროს იდენტობა პარტიებს კონდეს და თავარი არჩევანი კონდეს ამორჩევოს ოპოზიციოდ განწყობილს ხო და დამანახეთ აი 8 ივლისი როცა ახსენეთ ეხა თქვენს რა კონფიგურაციას ელით რა დაიდება თქვენ იცით რომ მიმდინარეობდა კვლევა
ყველა პარტიასთან შეთანხმებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად ამაში თუ არა საერთოდ ლიდერები ამ პროცესში კვლევა ჩატარებულიყო და ჩვენ ყველას გაგვეგო კვლევით მაინც ანუ ემპირიულად რა ცნობები მოვა ერთიანი სია ყვადაღებული ასევე იმუშავებს თუ არა თუ დარწმუნებული ვიყავი რომ ეს არ იმუშავებდა კვლევის შედეგები ახლა მუშავდება ყველაზე ეს ყოველთვის ცნობილი იქნება დამკვეთი გადაწყვეტს გაასაჯაროს თუ არა ყველა პარტია ჩამოყალიბდება მე მაქვს რა თქმა უნდა ინფორმაცია რომ არ მაქვს ახლა უფლება ამის გასაჯაროების რა თქმა უნდა ჩვენი პარტია ახალის და სხვების კიდევ პროგნოზი გამართა ერთიანი სია არ არის ალტერნატიული მოკლედ ფორმულა ივანიშვილის მივიღე უკვე თქვენგან მაშინ ამის თქმით პასუხი ანუ ნაციონალური მოძრაობა იქნება თავისთვის გახარია იქნება თავისთვის და დავასრულებ თქვენ რომ ამას წინათ გადაცემაში მეუბნებოდი თქვენ ლელო დროა გირჩი მეტი თავისუფლება ან შესაძლებელია კიდევ სხვა ვიღაც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთად პროცენტის მაჩვენებლებზე მე ვერ ვისაუბრებ არ მაქვს ამის უფლება უბრალოდ ხა შეუძლებელია რამდენიმე გიპასუხებთ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. დიახ, ეს დადო ძალიან მკაფიოდ და ეს რა თქმა უნდა არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ. ჩვენთვის არ იყო ახირება, ჩვენთვის არ იყო უბრალოდ აი ესეთი აგდებული ქვა, რომელსაც თავი შეუშვერდა და არ გვინდა ერთიანი სია, ასე არა, ეს იყო ჩვენთვის წაგების ფორმულა. უდიდესი სხვაობა იდება რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი, როდესაც უპირისპირდება ქართულ ოცნებას. ეს ახალი ინფორმაცია ეხლა მე მე მგონია, როგორც ჩანს, პარტია გახარიას პარტია იქნება ცალკე ნაციონალური მოძრაობის პარტია, ეს პარტია ეხლა ამაზე მე არ ვისაუბრებ, ბევრი ვისაუბრია არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია, ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობისა, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის მე, თუმცა არა გადაულახავი თუ ქვეყნის ინტერესის მოკლედ გაძლიერებისთვის ერთადერთი გზა არის. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი დღეს არიან ძალიან ჭიდრო მოკლედ პარტნიორები 24 საათია კომუნიკაცია მათი პარტია ვისაც აქვს სურვილი მიხეილ სააკაშვილთან დათო კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად კი ბატონო არც თავს ვესხმით არაფერი მაგრამ ეს არის სიმართლე გახარიას პარტია ახალი იქნება პლატფორმაზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ეს პლატფორმა გაცხადდება 8 ივლისამდე. რაც შეეხება ევროპული საქართველოსთან დაგუშვებით თავში კითხვა დამისვით, რას გულისხმობთ? არა, ევროპული საქართველოს არ განიხილავს არანაირ ერთობას ნაციონალურ მოძრაობასთან. არა, კი ბატონო, მათი ეს პოზიცია არის ბევრი ადამიანი. ბოლო ინტერვიუში შესაძლებელი იყო თქვენთან ერთად აი ამ რაღაც ახალ პლატფორმაზე გვენახა ლელო, მათ შორის ევროპული საქართველოს დროა გირჩი მეტი თავისუფლება. ვანია ყველა პოლიტიკური პარტია ვისთანაც რაიმე ტიპის საერთო მაინც გექნება ხმა არ დაიკარგოს არის ასეთი პარტია ლეიბორისტული რატომ არავინ არ ცდილობთ რომ შალვა ნათელაშვილთან და ლეიბორისტულ პარტიასთან გაჭრად გზები არ არის შალვა ნათელაშვილი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი ის არის ლიდერი რომლის პარტიასაც არასოდეს უჩნდება ბარიერის გადალახვის პრობლემა და უფრო მეტიც ალბათ. მე ხო გამიხარდებოდა ბატონ შალვას ძალიან ახალგაზრდა 2000 ხო და რატომ არ განიხილავთ ამ ახალ კონფიგურაციაში? პოლიტიკა რა სფერო იყო დიდად გარკვეული არც ვიყავი, მაშინ იმასაკიდან და მართლა ადამიანურად პირველ რიგში უდიდეს პატივს ვცემდა. მე ხოლმე გამიხარდება, მე პირადად მექნება მასთან აუცილებლად საუბარი, თუმცა მისი დეკლარირებული პოზიცია ისტორიული, რომ ისინი უნდა იყვნენ ყოველთვის ცალკე არჩევნებზე. დიდი მადლობა. მე რომ ვიყო თქვენს ადგილას აუცილებლად ჩავთვლიდი ძალიან ანგარიშგასაწევ ძალად შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტულ პარტიას და ამდენი ხანიც უკვე გარკვეული მექნებოდა მოდის ამ ახალ კონფიგურაციაზე თუ არა. მე პირადად მექნება მასთან კომუნიკაცია როგორც ძალიან ძვირფას ადამიანთან, უბრალოდ უსმენ მის დამოკიდებულებას ეთერებში. თუ შეიცვლის, ხოლმე გამიხარდება. ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, რომ შევაცვლევიოთ პოზიცია, ვინაიდან კონტექსტია ისტორიული,
ამას არ დავიშურეთ. თუმცა ხა ბატონშალოს ბევრსაც ვერ აკადრებ. მადლობა, გაგაცილებ და ანუ ევროპული საქართველოს სულ ევროპული საქართველოს მეკითხეთ რომ იმიტომ რომ ეს ახალი ამბავია. თქვენგან გავიგე, არი ფიქრობთ ევროპული საქართველოს პიარი დავკავდით. თქვენ მითხარით ერთხელ რომ განიხილებაო. მე მაინტერესებს რამდენად დიდი და რამდენად ძლავრი პლატფორმა იგეგმება. პლატფორმა რომელიც იქნება გამარჯვების თავარი მამოძრავებელი ღერძი თუ გაინტერესებთ. მე ასე ვჯერა, პარტია ახალი სადაც იქნება და ჩვენ ამ კვლევის შედეგებმაც დაგვარწმუნა ამაში, რასაც ვამბობდი არაერთხელ მეც, ნიკაც, ბეოს ეთერში მე მგონი თქვენთანაც, რომ არჩევნებამდე ეს პარტია უკვე გახდება თავარი ოპოზიციური პარტია, თუმცა თავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის არ ვიბრძვით. თუმცა არჩევნებამდე თქვენ ნახევარია. და აი ამ ნიშნულთან უკვე ახლოს ვართ და ამ სტატუსთან და რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ჩვენ მარტო ასპარეზობას. მარტო რო ანუ არაპირებთ მარტო ასპარეზობას და მაგ კონტექსტში გკითხე. არა, კი გამაგიზიანა, მაქვს ევროპული საქართველოს წარმომადგენელთა კომუნიკაცია. შევხედივთ საჯაროც არის ეს ყველაფერი. მოკლედ 8 ივლისამდე დაიდება ეს. ჩვენ არ ვისაუბრიათ სიღრმისეულად. კარგი, მე გამიხარდება რაც უფრო მეტი სუბიექტი პროდასალური პარტია გამსხილდება სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ასე დაამარცხეს ვიზინე ივანიშვილს. როგორ, ვინ ვისთან, ვინ რატომ იმასთან არა და ვინ რატომ იმასთან, ეს ყველაფერი 8 ივლისამდე გაირკვევა. ანუ 8 რიცხვამდე ეს იქნება უკვე გარკვეული. დიდი მადლობა ნიკა. წარმატება მინდა გისურვოთ, ეს იყო ახალი ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმრები იქნებიან გუბა სანიკიძე, რომელიც სხვა შორის სულ